Mirfaso მეგობრებო, ჩვენთან სტუმრად მოვიდა ორი ქვეყნის კარგი შვილი, ჩვენი ბადრი ჯანაშვილი. დიდი მადლობა სტუმრობისთვის, ბატონო ბადრი, როგორც ყველამ კარგად იცის, თქვენ ძალიან ხშირად მასპინძლობთ ხოლმე ქართველ მომღერლებს ისრაელში და ახლა ჩვენ გიმასპინძლებთ ქართველ მომღერლებს. ძალიან კარგია. მსახიობები და არტისტები. როგორც ზანდებით. მადლობა ღმერთს, სპორტულად ვარ. სპორტულად. აბა, ყოველთვის კეიფის ხასიათზე და სიმღერის ხასიათზე. მიხდი რა სპორტი არის კეიფი? აუცილებელია. გაიხარეთ, ვეუბნები ამათ და კი არ მიჯერებენ. მაგათ არ შეეშლებათ კეიფი. არა, კეიფი არ შეეშლებათ, მაგრამ სპორტი რო იყო ეს არ იცოდნენ. თავისებური ისეთი სპორტული გოგოები ყავთ, დაგდა. სუპერანი სპორტულები არიან. კი, სპორტული გოგონები და ათლეტური ამიკო. ამიკო ძალიან კარგად გამოიყურება რა გინდა. არა, ვინ უჩივეს. კი, მშვენივრად, რა თქმა უნდა და ისე ორი ქვეყნის ვარსკვლავი ხართ, როგორც თავშივე აღნიშნე, ისრაელის და საქართველოსი და ფაქტიურად შეიძლება ითქვას, რომ ისრაელის და საქართველოს საერთო ვარსკვლავი ყავს დღეს სტუმრად. გაიხარეთ. ისე ძალიან მაგარია, ერთ კაცს გაქვთ ორი ვარსკვლავი და ჩვენ 4 ადამიანს, ესე იგი ფორტეს გულისხმობთ, ერთი ვარსკვლავი გვაქვს და სულ ჩხუბობთ არა ჩემია, არა შენია. მაგ თემას მე თელი ჩემი ახალგაზრდობა შევაკალი. ქართველების და ქართველი ებრაელების სიყვარულს. გეფიცებით რომ მაგ დევიზით დავდივარ წლების განმავლობაში. იცოცხლეთ. წლების განმავლობაში ჩემი ლექსებით, ჩემი სიმღერებით, რომ მეგობრობა უნდა იყოს უკვდავი. მომავალი ახალგაზრდობა რომ მოდის იმათმა უნდა გაიგონ რომ საიდან მოვდივართ, რა სიყვარულით მოვდივართ, რამდენი საუკუნეა რომ ერთად ავართ. ჩვენი ძმობა არასოდეს არ უნდა წაიშალოს. რა თქმა უნდა და არ წაიშლება არასდროს, ვინც უფრო სანამ ესეთი ხალხი იქნებით, ვინც აი ამ ვიქნებით უფრო სწორად გავკადნიერდები, იმიტომ რომ მეც ძალიან ბევრი მეგობარი მყავს ისრაელში და ყველა ჩვენგანს რა თქმა უნდა და ძალიან გვიხარია მათთან სტუმრობა და მათი სტუმრობას ჩვენთან და სიყვარული ახსენეთ და ლექსი ახსენეთ და ხომ არ წაგვიკითხავდით ერთ ლექსს, საკუთარ ლექსს? სხვათა შორის ეს ლექსი, რომელსაც ახლა ვიტყვი, ამერიკაში მაქვს დაწერილი. აბა სხვაგან სად დაწერდით ახლა? კარგი ლექსები იწერება ამერიკაში ვიცი. სხვათა შორის მართლა კარგი ლექსები იწერება, რატო იცი? იქ მარტო ვიყავი წასული და ძალიან ბევრი ქართველობა, ძალიან ბევრი მეგობრები და ხან ერთი ქალი გადამარევდა და ხან მეორე ქალი და მე ერთ ქალს დაუწერე ეს ლექსი, გამიგე? მე გავიდა მოდაში. სიყვარულის მოდაში გავიდა. სიყვარულის მოდაში გავიდა. საინტერესოა. გისმენ და აბა ნახოთ ესე იგი, იმიტომ ვერ წერ მე ესეთ ლექსებს ამერიკაში არ ვარ ნამყოფი. ეს კაი ლექსია იცოდი. კი ბატონო გისმენთ. პირველად რომ დაგინახე შენმა სურვილმა ამანთო. გეფიცები არ გელოდი ერთმა სასმისმა დამათრო. რამდენი სიმღერა გიმღერე არ დავიღალე ლამაზო შენი სურნელი რომ ვიგრძენი ამ სურნელებამ დამატკბო. ვინ გაგაჩინა ამ ქვეყნად ნეტავი როგორ დაგხატეს. ასეთ დედოფალ ქალბატონს წლები ვერაფერს დაგაკლებს. რა სიცოცხლე ხარ რომ იცოდე? ნეტავი ადრე სად იყავ? ქალაქში რატომ არ შემხვდი? ადრე რატომ არ გაგიცან? ეხლა ბადრისთან მოხვედი. ეს რა სიცოცხლე ყოფილხარ? ვიგრძენით, ორივემ ვიგრძენით სიყვარული რომ მოგვინდა. მე ხომ შენ არ დაგეძებდი? ნეტავი რატომ მიპოვნე? ნუ თუ შენ ახარ სიბერის ჩემი ლამაზი სიცოცხლე, გვიან არასდროს არ არის. მოგეფერები მგონია, ვერ დამივიწყები ცოდე. მე ასე მგონია.
დიდი მადლობა. გაიხარეთ, იგრძნობოდა რომ ამერიკაშია დაწერილი რა ეს. ხო, გითხარი მაგარია მეთქი. გაიხარეთ, დიდი მადლობა ბატონო ბადრი. ახლა პოეზიიდან პროზაზე გადავიდეთ და ისე როგორც ამბობენ ხოლმე და ვისაც არ ეზარება ყველა ამას იმეორებს, რომ ქართული შოუ ბიზნესი არ არსებობსო. როგორ არ არსებობს? უბრალოდ ყველა ისრაელშია გადასული და ისე რომ მკითხოთ ბატონო ბადრი საქართველოში რომ ხართ, მაშინ უფრო გენატრებათ ისრაელი თუ ისრაელში რომ ხართ, მაშინ უფრო გენატრებათ საქართველო? მე საქართველო ყოველთვის მენატრება. რა თქმა უნდა. დამიჯერეთ. აქაც რო ვარ, მაშინაც მენატრება, ხალხო. კი ბატონო. ამიჯერეთ რომ ეგ და ისე ნათქვამი გაქვთ რომ მე უთბილისოთ სიცოცხლე არ შემიძლიაო და ისე თუ დაგითვლეთ აი რამდენი დღე გაგიძლიათ უთბილისოთ? უთბილისოთ რამდენი რო ჩავალ ახლა ნოემბრის ბოლოსში მივდივარ. კი ბატონო. დეკემბერი, იანვარი, თებერვალი, მარტი, აპრილი, მაისი 6 თვე გამომდის რომ ისრაელში ვარ. აბა კი მოგენატრება. 6 თვის მერე სიზმარში ვხედავ უკვე საქართველოს და თვით ფრინავს ხედავ, როდის უნდა გამოვფრინდე იქიდან. 6 თვის მერე იწყებთ სიზმრის მანამდე რაღაცა ჟურნალს მაინც არ ნახულობთ. მანამდეც არის ადგილები რომ როცა მომიწევენ აქ, ჭირა ჩამოდივარ, გამიგე შემოგარი. ისეთი სიმღერები გაქვთ აგერ ღვინოზე, საკეიფო და სხვა რომ არაფერი გემღერათ, ამ ორი სიმღერის გამო მიყვარებოდით მართლა. გაიხარე, გენაცვალე, გაიხარე. ისე რომ ითქვას თქვენი სიმღერები მიყვარს, განსაკუთრებით ის სიმღერები, რომელიც საკეიფო სიმღერებია და ასე შენ გაგიმარჯოს ღმერთმა. მაგას რა ჯობია, ყველაფერი გწოდნია მაშინ. მთელი თქვენი რეპერტუარი შეიძლება ითქვას რომ ვიცი, იმიტომ რომ ძირითადად მაინც ამ თემის ირგვლივ ტრიალებთ ხოლმე და რაც არ არის, რა თქმა უნდა, ცუდი. კეიფზე სიმღერები კი გაქვთ, მაგრამ ჩემი რჩევა იქნება რომ 1-2 სიმღერა ნაბახუსევზეც რომ შექმნათ, თორე როგორ ვიტანჯებით ხოლმე მაგ დროს და მოგვეხმარება. საერთაშორის კაი აზრია. კი ბატონო. იმდენი ზმაგაცები მყავს, მეორე დღეს რო ვერ გამოდიან პახმელიაზე. მაგათაც მოუხდებათ რო რა თქმა ყველას, რამდენ ადამიანს გადაარჩენთ და გამოიყვანთ მდგომარეობიდან. შევეცდები. ბატონო ბადრი, ახლა სიმღერა თქვენ ცხოვრებაში კი ვიცით ყველამ რამხელა ადგილს იკავებს და თან აქეთ საქართველო გვიყურებს, იქით ისრაელი გვიყურებს და გულშემატკივრობს და არც ერთი არ გვაპატიებს რომ თქვენ სიმღერის გარეშე გაგიშვათ აქედან. დიდი სიამოვნებაა. დიდი ბატონო, დაგითხოვთ სცენას და მოვიწევთ შესანიშნავ ანსამბლს ლომის, რომელიც გაალამაზებენ თქვენ სიმღერას. დიდი მადლობა. აბა გთხოვთ. დიდი მადლობა. მინდა თქვენთვის ვიმღერო ცნობის სიყვარულით დაგაიმედოთ არასოდეს დამთავრდება არასოდეს გაილება ეს სიცოცხლეს მობამ დაიმედოს თქვენთან ერთად გავატარებ ცხოვრებას ყოველი დღე გაგვითემდეს მზიანი ალალ მართალ მეგობრობით მადლიანი ძმაკაცობით დიდარია ყველა ადამიანი შემოძმებო გულიანო ძმაკაცებო ხინის უფრა არასოდეს დავაცვევოთ როცა ქვეყნად ერთმანეთი გვიხარია ეს ცხოვრება ღვთის მადლია დღეს თუ ბედმა მომიხურა კარები თუ კი დარდი მომერია ტიალი ზე მაინც ამოვდგები სიხარულით მაინც შევსვავ ძმაკაცების სადღეგრძელოს პიალით თქვენთან ერთად გავატარებ ცხოვრებას თქვენთან ერთად არწივი ვარ ფრთიანი ალალა მართალ მეგობრობით მადლიანი ძმაკაცობით დიდარია ყველა ადამიანი შემოძმებო გულიანო ძმაკაცებო ხინის უფრა არასოდეს დავაცვევოთ როცა ქვეყნად ერთმანეთი გვიხარია ეს ცხოვრება ღვთის მადლია
ქვეყნად ერთმანეთი გვიხარია ეს ცხოვრება ღვთის მადლია შემოწმებო გულიანოცმა კაცებო ხინის უფარასოდეს დავაძველოთ როცა ქვეყნად ერთმანეთი გვიხარია ეს ცხოვრება ღვთის მადლია ეს ცხოვრება ღვთის მადლია ეს ცხოვრება ღვთის მადლია დიდი მადლობა ჩვენი სტუმარი იყო ორი ქვეყნის ვარსკვლავი ბადრი ჯანაშვილი და ანსამბლი ლომისი